ალბათ გაიგებდით, რომ აბიტურიენტებისათვის საგრანტო პროგრამა გაუქმდა. ძველი სისტემით აბიტურიენტები თავად ირჩევდნენ უნივერსიტეტებს, სადაც უნდა ჩაებარებინათ, შემდეგ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ეროვნულ გამოცდებში და ცდილობდნენ მაქსიმალურად კარგი ქულა მიეღოთ. ეროვნული გამოცდების შედეგად კი საუკეთესოები იღებდნენ 170 ან 50%-იან გრანტებს. ამ გრანტით ისინი ჩააბარებდნენ იქ, სადაც მათ სურდათ. ლოგიკურად, რაც უფრო მეტი ადამიანი აირჩევდა ამა თუ იმ უნივერსიტეტს, ის უნივერსიტეტი გამოდიოდა საუკეთესო. შესაბამისად, იმისთვის, რომ სასურველი გამختარიყო, უნივერსიტეტი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად კარგი სწავლა და პირობები შეეთავაზებინა აბიტურიენტებისათვის. ეს აძლევდა შესაძლებლობას საშუალო ან დაბალი შემოსავლის აბიტურიენტებსაც კი ჩაებარებინათ საუკეთესო მათთვის სასურველ უნივერსიტეტში. ახლა ეს შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებს აღარ ექნებათ. მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილები შეძლებენ ჩააბარონ იქ, სადაც უნდათ, ხოლო გაჭირვებული ოჯახის შვილებს კი მოუწევთ ჩააბარონ იქ, სადაც სახელმწიფო ეტყვის. განსაკუთრებულად ნიჭიერები კი, რა თქმა უნდა, სწავლენ და ისწავლიან საზღვარგარეთ, რადგან აქ არ ექნებათ შესაძლებლობა ჩააბარონ იქ, სადაც უნდათ. ამიტომ განსაკუთრებულად ნიჭიერები ეცდებიან დაფინანსებაც მოიპოვონ უცხოურ უნივერსიტეტში, ამაზე აიღებენ სწორებას და ეს კიდევ უფრო გაზრდის ნიჭიერი ახალგაზრდების გადინებას ამ ქვეყნიდან. ჯამში ეს ყველაფერი შეამცირებს კონკურენციას, დაიჩაგრებიან საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები და გამოუიწვევთ ნიჭიერი ახალგაზრდა ხალხის კიდევ უფრო მეტ გადინებას ქვეყნიდან.